წინა გადაცემაში ვახსენე, ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული პატიმრის დედაზე მქონდა საუბარი და ამას მოყვა მოკლედ ეს აგრესიული პროვინციალიზმი იმის მხრიდან, რა ქვია, ცნობილი ქართველი NGO ნაც აქტივისტის მხრიდან, ხო? ეგრეთ წოდებული ვითომ პოლიტიკოსის მხრიდან, ქალბატონი ჟორჟოლიანის მხრიდან რა და მინდა გავც ერთი-ორი სიტყვით პასუხი რა. მოკლედ პატიმრის ოჯახებს და მშობლებს და დედებს მე ნურავი მასწავლით რა. იმ 9 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ესეთი ოჯახი მყავს ზურგზე წამოკიდებული, რომ იცოდე და სხვათა შორის არა ტელევიზიით და გაშუქებებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და რაც შეეხება აი ამ ქალბატონს მაგ პატიმრის დედას, ხო? ეგ ქალბატონი არის ჩვეულებრივი ნაც NGO-შნიკი რა. ის სხვა პატიმრების დედებიც არიან და არ აქტიურობენ ესე პოლიტიკურად. და თუ აკეთებ იმას, რომ პოლიტიკაში ესე სიღრმისეულად ერთვები, მაშინ ისიც უნდა აიტანო, რასაც ჩვენზე იტყვიან, ხო? აქ ეს არის ყველაზე უფრო მთავარი. რა შუაშია? პატიმრის დედა ეგ არავისთვის არ არის საქართველოში. ყოველ შემთხვევაში, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში უყურებს ამ პროცესებს, რასაც ხდება. ეს არის ჩვეულებრივი ნაც აქტივისტი, რომელიც იწყევლება წყვილ-წყვილი კუბოებით, მით უმეტეს და სერიოზულ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს თავის ჭკუაში რა. ესე იგი სექტა, რომელიც ჩვენ ყავს, ქალბატონო ნანუკა ჟორჟოლიანო, სხვა სახელით არ მოგმართავ ეხლა და ესე ვთქვათ, შეურაცხყოფას არ მოგაყენებ რა, იმიტომ რომ დამიწყე იქ ვიდეოში ლაპარაკი და მორალზე საუბარი და ღირსებაზე საუბარი და თურმე არა კაცი ვყოფილ ვარ და არა ქართველი ვყოფილ ვარ და მთელი ამბავს რომ ეხლა მაინტერესებს ერთი რაღაცა რა. ეს თქვენი სექტა შენთან მაქვს ლაპარაკი და არა იმ სექტანტებთან რა, შენს ქვემოთ ვინც არიან რა და აგიჟებ ამ საწყალ, ესე ვთქვათ, გაუნათლებელ და გაუთვითცნობიერებელ ხალხს პოლიტიკაში რა. მე შევიცი რაც გეწყინა. და ამასაც ცოტა ხანში ვიტყვი რა, შენ გეწყინა კალოში. კალოში კი არა, რა ქვია იმას ბასანოჩკი. აი ეგ არის, ამაზე გამწარდი შენ რა. თუ რაფერი შეურაცხყოფა მე იმისთვის არ მიმიყედებია, ჯერ აქედან დავიწყოთ. თქვი რომ აი როცა შვილი ყავს პატიმარი, ესე საჯაროდ ესე არ უნდა იქცეოდეთქო რა. მილიონი პატიმრის დედა არის და სხვა, იმათზე არაფერი არ ვილაპარაკია მე. მაგრამ ნაც სექტანტებზე ყოველთვის ვილაპარაკებ. იმასაც საჭიროა რომ ვილაპარაკო რა. წყელვაკრულით და მთელ საქართველოზე იმით რომ აკეთებენ იმას, რა ქვია, წყვილ-წყვილი კუბოების გატანით რა. ეს არის პატიმრის დედა? შენც პატიმრის დედა ყოფილ ხარ მაშინ რა. ან ვიღაც სხვა, ვინც დაუშვათ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და მერე გადაიბრალებს, რომ ვითომაც არ შემეხოთ პატიმრის დედა ვარ. რა პატიმრის დედაა რა? ვითომ არ გვინახია რას აკეთებს და როგორ რეებს აკეთებს და როგორ მოქმედებს და რეები ამოზდის საერთოდ პირიდან ამ ქალბატონს. თქვენ რა გონიათ ეხლა რომ ჩვენ აქ გავჩუმდებით? გურამიშვილი მაინც გაიხსენეთ რა, რომავს თუ ავი არ დავარქვი, კარგ სახელად რა დავარქვაო რა. არ უნდა ვილაპარაკო თავზე? 97 წელი იყო, კიდე გეუბნებით რა. აგერ აი ეს კუპლეტი რომ დავწერე რა, როგორც მეხი მე გავხეთქავ საქართველოს მიწას, ყველა გველს და ქვეწარმავალს საჯაროზე ვკიცხავ, კალმით, სიტყვით და სინდისით ჩემს მომავალს ვიცავ და დავიცავ მე ჩემს რწმენას ფიცავ. აი ამ სიტუაციაში ვარ ზუსტად მე დღეს და არ მჭირდება რა, ეგ შენი რაღაც ნამუსზე ასაგდები ვიდეოები, იმას ქენი ჩაუწერე, მამაშენ გეიგეს. გაიგე? არ ჭირდება რა და ისიც კიდე იმას ისა და იმას ფული საიდან და ესეთი ფული და ამადა ვისა აქ ერთი თბილისის ზღვის ნაპირზე რა, იქ რეკრეაციულ ზონაში დაჩა აშენებული. მე მაქვს თუ შენ აქვს, შენი გავლენებით და ფულით ერთი მითხარი და გეიგეს მაშინდელი გავლენებით და ფულით ჩერეს შენგან.
კოდოებისგან. არ გინდა ხო შენზე ლაპარაკი რა, შენ სხვაზე ლაპარაკი უფრო ქსიამოვნებს, ხო და დაბრალება რაღაცეების, ხო? მამა შენ გეიგეს, ელაპარაკე ეგრე. ხო, ეს ამითი მინდოდა დამეწყო რა, ასე რომ ტყუილა იწვალებთ თავს და მორალზე ტყუილად აგდებთ ხალხსაც და მეც მათ შორის რა. იმის მერე რაც თქვენ საერთოდ ცხოვრებაში გაქვთ ნაკეთები რა. თურმე სხვის სახლებზე და სხვის იმებზე და სხვის ფულებზე და შემოსავლებზე აქვს ლაპარაკი რა და თვითონ რო იქ თბილისის ზღვისპირას რეკრეაციულ ზონაში ეს ტალღებს ელამუნება დაჭა, ეგ ძალიან მაგარია და მარტო მაგის სახლი რო დგას და სხვისი არავის. ეგ თურმე ძალიან მაგარი ამბავია, ღირსეულის აქციელია რა. ნანა ჟორჟოლიანი რა.